მოგესალმებით პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას იწყებს ახალ ამბებს 13 საათზე ნინო სალუქვაძე გაგაცნობთ. შემაშფოთებელი ტენდენცია და საფრთხეები ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ქართულ ოცნებაში გაერთიანებაში კონსენსუსის პრინციპის შესაძლო გაუქმების ინიციატივას ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით ერთსულოვნების წესის შეცვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის ფუნდამენტურ იდეას და მიზნად ისახავს ქვეყნების დაყოფას. სახელმწიფო გუნდში მიიჩნევენ, რომ ახალი წესები მცირე და გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს აიძულებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დათმობის ფასად უფრო ძლიერი წევრების მითითებები შეასრულონ. ცნობისთვის ვეტოს უფლებისა და კონსენსუსის პრინციპის გაუქმების იდეა გერმანიამ გააჟღერა. ოფიციალური ბერლინი ამ ინიციატივას ევროკავშირის უკვე 12 წევრი ქვეყანა იზიარებს. ევრობიუროკრატია იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლო-ბოლო აქამდე რომ მივიდოდნენ, ეს იყო ფაქტი. ეს ხომ ერთ დღეში არ მომხდარა. წლების განმავლობაში ქვეყნები ჩიოდნენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება ევრობიუროკრატია, რომელიც არავის არ აურჩევია, ესე იგი თავის ხელში იღებს ისეთ ძალაუფლებას, რომელიც არ შეიძლება წესით მათ ჰქონდეთ და ნელ-ნელა ზღუდავენ თავისი წევრი ქვეყნების სუვერენულ უფლებებს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კიდევ გვაქვს იმედი, რომ აქ სრული კონსენსუსია საჭირო, რომ ის პატარა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ამას შეეწინააღმდეგებიან. როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთონ, სადაც სახელმწიფოების გარკვეულ ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის სრული დარღვევით და ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს იმ გადაწყვეტილებებს. ამიტომ შალვა პაპუაშვილის კითხვა, როგორ ევროკავშირში გვეპატიჟებიან და გვიღებენ, ნამდვილად ლეგიტიმური არის. ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსის მიღების წესით გაუქმების ინიციატივას ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ ილუზია მოლოდინი თითქოს ევროკავშირი შეიცვლება და საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს. ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი მილიტარისტული გაერთიანება. ამიტომ პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკუსიის შეტანა. ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დაფუძნების დეკლარირებული მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება და საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრისას დოგმატური ჩარჩოების ნაცვლად რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო, რადგან დოგმებმა გარედან თავსმოხვეულმა დღის წესრიგმა საქართველოს ბოლო 10 წლეულებში მძიმე ზიანი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუციების განვითარება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მინიმუმი მიღწეულია ჩვენ მოვახერხეთ რელიგიის რანგში აყვანილი თემის დესაკრალიზაცია და დღეს უკვე ქართული ოცნების ხელისუფლება თავის მხრივ სვამს შეკითხვას, რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ნათელია. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილუზიაა მოლოდინი თითქოს და ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორც ჩვენს წარმოდგენებში იყო 10 წლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი თითქოს საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს ეკონომიკური ან უსაფრთხოების ან ღირებულებითი თვალსაზრისით. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ გვაქვს დეტალურად აღწერილი რეალობა, რაც დღევანდელ ევროკავშირშია, ასევე პერმანენტულად ვუსვამდით ხაზს, რომ ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა. იქვე მკაფიოდ ვამბობდით, რომ არც საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლებოდა ობიექტურობისკენ. ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში 2008 წლიდან მცირდება და 26%-დან 14%-მდეა დაცემული. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს იღებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მილიარდობით ევროს გამოყოფენ პროქსი ომის გახანგრძლივების მიზნით და ამავდროულად ზრდიან სამხედრო დანიშნულების ხარჯებს. 2024 წელს ევროკავშირის ჯამური ბიუჯეტი მილიტარიზაციაზე 343 მილიარდი ევრო იყო, 2026 წელს კი 100 მილიარდზე მეტით იზრდება და 454 მილიარდ ევროს მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ არის ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული, არამედ ეს ყველაფერი
ყველაფერი ხდება ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მსხვილი საწარმოები. აღარ არის იაფი ენერგორესურსები, აღარ არის ტექნოლოგიური მიღწევები, რის გამო სწრაფი ტემპით ხდება ევროკავშირის დეინდუსტრიალიზაცია. ეკონომიკური დეგრადაციის პარალელურად ევროკავშირის აბსოლუტურად სუიციდურმა მიგრაციის პოლიტიკამ წევრ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი უსაფრთხოება აქცია. მაგალითისთვის, მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკით გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ იქნა 402,000 კრიმინალური აქტი, ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ. ევროკავშირის მოსახლეობა იზრდება, მაგრამ მცირდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ბუნებრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ევროკავშირის ბიუროკრატიას, რათა მთავარ პრიორიტეტად კვლავ LGBT პროპაგანდა შეინარჩუნოს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ეგრეთ წოდებული LGBT პრაიდების ჩატარების კუთხით, რაც დიდ წარმატებად გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ნიდერლანდებში 25 ივლისს გაიხსნა ეგრეთ წოდებული ჯუნიორ პრაიდის კვირეული, რომელიც გათვლილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ამავე ქვეყნის პარლამენტი კი მსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთნაირ სქესიან წყვილებს საერთო ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა მიეცეთ. საერთო ჯამში ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში და ეს ყოველდღიურად მტკიცდება. იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რეზოლუციებით და ასე შემდეგ. დღეს ევროკავშირი დემოკრატიული, ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი, მილიტარისტული გაერთიანება, რომელიც ღია ომშია რუსეთთან, სატარიფო და სასანქციო დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თვალნათლივ ჩანს თუ რამ მიიყვანა მძიმე შედეგებამდე ევროკავშირი, მისი მმართველი ელიტა, რომელიც სრულად ექვემდებარება Deep States, კიდევ უფრო დიდი მონდომებით აგრძელებს იმავე პოლიტიკის გატარებას, ყველა მიმართულებით და პოტენციურ წევრ ქვეყნებზე ისე აპირებს ამ ყველაფრის თავსმოხვევას, რომ მათ ხმის უფლებასაც კი არ უტოვებს. ჩვენმა პარტიამ 17 ივნისს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომელმაც სამომავლოდ წევრ ქვეყნებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის იდეა პირველმა გააჟღერა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი უკვე 12 ქვეყანა უჭერს მხარს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებას და ახალი წევრი ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ბიუჯეტის და სხვა ძირითად საკითხებზე ხმის უფლების შეზღუდვას. ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის მართვის უფლების შეზღუდვის მცდელობები ევროკავშირს დიდი ხანია პრაქტიკაში დაწყებული აქვს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი საქართველოა. უკვე წლებია ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ქვეყნის დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით მათი დირექტივების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მეტიც, საკუთარი ხელით ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა. ისინი ღიად ითხოვდნენ ჩვენგან ასეთი ნაბიჯების გადადგმას და ამას იმით ხსნიან, რომ რადგან მათ კლუბში გსურს გაწევრიანება, ამ კლუბს აქვს საკუთარი წესები და პირობები, რასაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა არ დაქვემდებარებოდა შანტაჟსა და ზემოქმედებას, რის გამო არაერთი რევოლუციური მცდელობის მოგერიება მოგვიწია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჰიპოთეზურად წევრობის შემთხვევაში ჩვენ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაზე თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე დე იურე ჩამოგვერთმება. ამიტომ ახლა შეკითხვების დასმის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეკითხვის დასმა ვერ ცვლის სტატუს კვოს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ მოცემულობაში ვრჩებით. გვაქვს კონსტიტუციური დოგმა, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი, ისევ იმ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია. საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივით, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე დააკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და იდენტობისთვის გამანადგურებელი იქნება. ამიტომ აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა, ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირისკენ კურსის შენარჩუნებით ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის ნაწილად. ეს კი გვაქცევს იზოლაციაში ხელს გვიშლის სრულფასოვნად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც ოპტიმალური გზაა იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გამოწვევას ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი რეგულაციებით ებრძვიათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ საუბარი არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ სიძულვილის ენასთან ბრძოლაზეა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რადიო თავისუფლების მიერ დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ყველა ქვეყანა ებრძვის უკვე ამას და გაცილებით უფრო რთული ფორმები და გაცილებით უფრო რადიკალური ფორმებით ვიდრე ჩვენთან არის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
უნდა შეისწავლოს კარგად სასამართლოს გადაწყვეტილება და ის აღმოაჩენს, რომ იქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან კი არ ქონდა საქმე, არამედ ქონდა სიძულის ენის გამოყენებასთან საქმე. ასე რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაში რაღაც ვერ გაერკვა, ან არასაკმარის ინფორმაცია ქონდა ამ მიმართულებით და ამის გამო გააკეთა ეს განცხადება, დარწმუნებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი გამომარტავს ამ სასამართლო გადაწყვეტილების არსს და ჩვენი კანონმდებლობის არსს. კამპანია ეროვნული სიწმინდეების დაცვისა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით შექმნილი სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მოძრაობამ ბრიფინგი გამართა და მიზნებთან დაკავშირებით ისაუბრა, მოძრაობის წევრები ოპოზიციური მედიის, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. მათი მისამართით იყენებენ სიძულვილის ენას და აყენებენ პიროვნულ შეურაცხყოფას. ფაქტს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მართველი გუნდისთვის აღნიშნული კამპანია მურიგი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციის მიზანს ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, ხოლო ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ ღირებულებების დაცვას ემსახურება, მათთვის მიუღებელია. ერთი გაუგებარია, ვინ არის ქართველი შვილი, რომ სიწმინდეები დაიცვას ან რა ჭირს ქართულ სიწმინდეებს დასაცავი ვერ შემაშინებენ და მით უმეტეს უკან ვერ დამხევენ და ვერ დახევენ ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთ წევს. უმრობა შესაძლებელია ყველაფერზე, აბსოლუტურად. და ეს არის გამოხატვის თავისუფლება. მათთვის ეს ბულინგის ენის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში არის მათი თამაშის წესი. ამას წლები აკეთებენ. ამიტომ ამბობ, რომ თუ შენ რომელიმე შენი ოპონენტის აზრი არ მოგწონს, თუნდაც ამ ახალგაზრდის რაღაც აზრი არ მოგწონს რაღაც ნაწილში, ამას უნდა უპასუხო ჩვეულებრივი ოპონენტებით და არა ბულინგით. ისინი ამბობენ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება? საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რის დაფუძნება შეიძლება და რის დაფუძნება არ შეიძლება. მათ ის კი არ ადარდებთ იქ რა განაცხადა იმან. თვითონ ის, რომ საქართველოში შეიძლება ვინმე ჩვენი ეროვნული იდენტობა დაიცვას, ეს მათთვის არის საფრთხის შემცველი. ასეთი ტიპის შენიშვნები, თქვათ, რომელიმე ორგანიზაციასთან ქონიათ, უთქვავთ მაგალითად მისულან და უთქვავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია თქვენ ეკლესიას ასეთი ფორმით რომ ეპყრობით. არასდროს ესეთ რამე არ გაუკეთებია. ხო და თუ ვინმე ახალგაზრდა აპირებს ამის გაკეთებას ან ახალგაზრდების ჯგუფი, ეს საფრთხის შემცველი არის მათთვის რა გაგებით, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება მათი ულტრალიბერალური გაგებით. პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99 წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიწყნ საზეიმო მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ორმხრივი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ თანამშრომლობაზე, რომელსაც უკვე ხელშესახები შედეგები აქვს. თავის მხრივ ჩინეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პეკინი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს თბილისთან ურთიერთობების გაფართოებას. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის. ჩვენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლის თავს აღნიშნავთ და დღევანდელი საღამო იძლევა შესაძლებლობას აღნიშნოთ თავდაცვის ძალების როლი და მნიშვნელობა ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას. იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას გლობალურ მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2023
2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორისი ურთიერთობების მიმართულებებით. წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უბიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს 3 ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან დაახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ეს ხელშესახების შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივ თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსინდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ. ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაბელაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება. საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 130,000 შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კიდევ 16,7%-ით გაიზარდა. 15 ივლისს შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი შანხაისა და თბილისის შორის. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ორივე ქვეყანა ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თანამშრომლობთ განვითარებისათვის და ვრჩებით პარტნიორებად, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვები, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. განსაკუთრებით ძვირფასე ის გულწრფელი მეგობრობა, რომელიც თქვენგან ვიგრძენი. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ სურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ყველა შესაბამის უწყებას. ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას. სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, კიდევ 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი კანონიერი ქურდია. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ისინი მხარებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც თავიანთ სასარგებლო თანხის გადახდას აგესწრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორები და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაულით 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად გასული 24 საათის განმავლობაში ეგრეთ წოდებული ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება
ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. და დიქტატორი და მოისმინეთ აღა ყველა. ვინც არ მისწონს, მე მურადი ვარ ხოშტარია. მე პატატო, ეგენი ჩვენს ბაგაცები ვართ, მარგია, ჩემი ბაგაცია, მასაკუნდები მახასიათებენ, მე და გატუზო, პატენიკები ვართ, მე და ოტარი ყოლანდარია, ბაგაცები ვართ, მისმინეთ ყველა. ხუთია, მაგანა, მწარი, მაგის ნახევარი კაი ბიჭობა დახვედილია. განაბი მოკდა, განახი, მაგის და ვიცე მატორება. კოჩა ერთი გეილახა, აგერ ვითომ კაი ბიჭი, სიმო. ამუკას უნდა დაუკავშირდეს, მურა. მაგერ სიმო, სანამ ხუთი არ დაარქვოს, მაგეის აქცენტ ათერდები, სიმო, გადაიგე? რა ახსევა, ომშვიდობა. რაცა იქით უნდა დაკავშირება, ვიცა გოვლახია. გამოხდა, ჩვენმა უფროსმა ძმამ, რომ მაგი არ არის ნორმალური ხალხთან გასაჩერებელი კაცი, აგია. ოღონდ გოვლახია, თემურა, ბიჭო. ძმას ველაპარიკე და დამილეკო ნაპავი დამიდეკავს მაგენის აკაჩა შესულია კიდო ეს იქიდან დაბრუა მაგას ფული წავართათო კაროჩე რა პატრონს განავი ახლა და შიო დამთავრდა ავტომატურად ასე იბადება აზრი ფული დალაპოდინევალა აქიდან მოგიდეკით მეტი როგორ უნდა ახაც მაგასურად გელაპარა ამ ხელაფული ავაღებიეთ 50 დოლარზე რა პრობლემა შეიქმნა რომ $800 რომ მივცეთ ინეზას ჩემდე ბიჭო 1500 ხომე იტანე ნიკეთ ციხეზე გავაგზავნეთ $2100 ავაღებიეთ და პროსტა ჩემი კაში აგერ გადავრიკოთ აგერ თურქეთში სიმო შენ ბიჭო რა არ გაგიკეთე მე და ასე როგორ დამიკიდე ბიჭო ამას გაპატიებ მე შე და $3000 მოვფურდება იტუ შენი ნათქვამი თუ არ გეითვალისწინა შევსაშო თუ არ გევიტანო ვიომებო მეო დარეკენ ბიჭემა გეიგე და იგენი არიანო უფროსი ძმებიო საქმის ყურშიო ეტყობა დაგირეკავენ შენ სამელები შობლები წობაზე წარიდა გეჩხულების მოსწრებს უჩაიზა დაუჯახეთ ვიღაცას ამ განუჩი წყალმოვანო ევროპაში როგორც ისეთი დანტერის ამორალია ოფიში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.6 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენის ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 240 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ბილიკი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შევა. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი ყველაზე დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას და მომსახურებას შეძლებს. მიმდინარე სამუშაობს ადგილზე ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები გაეცნენ. მათ აეროპორტის სივრცეში უკვე დასრულებული პროექტებიც დაათვალიერეს, მათ შორის მგზავრობისთვის განკუთვნილი 2 ახალი პრემიუმ სერვისი ბიზნეს ლაუნჯი და სწრაფი რეგისტრაციის ეგრეთ წოდებული fast track სისტემა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3600 მეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენ ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს უმასპინძლოთ. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეუწყობს მათ შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავათვალიერთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შეინდება ასაფრენ-დასაფრენის ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენის ზოლი 3600 მეტრი. საქაერო ნავიგაცია სრულად განაახლებს შუქტექნიკის სისტემას ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა, მოფრენისა და აფრენის განახლებული სისტემები.
საქართველოს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მინისტრმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და B-და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე გამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატება, რომელმაც საქართველოს ამ მიმართულებით საერთაშორისო ლიდერების გვერდით დააყენა. არის ორი მიმართულება, C ჰეპატიტის ელიმინაცია და V ჰეპატიტის დედადან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია. ორივე ამ მიმართულებით ფაქტიურად განაცხადი მომზადებული აქვს საქართველოს. აღნიშნული განაცხადის წარდგენა მოხდება უმოკლეს პერიოდში. მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოს უკვე ექნება ამ მიმართულებით ჯანმოს მიერ ასე ვთქვათ ვალიდაცია მინიჭებული. პროგრამული ინდიკატორები მიღწეულია ყველა მიმართულებით. კერძოდ ეს არის მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობა, რომელიც 87%-ზე მეტია, დიაგნოსტირებული პაციენტების რაოდენობა ასევე 87%-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად ცილდება ჯანმოს მიერ დადგენილ ვალიდაციის კრიტერიუმებს. ასევე ძალიან მაღალი არის B ჰეპატიტის ვაქცინაციის სურათი ქვეყნის მასშტაბით, დასრულ მოსახლეობაში, სამედიცინო პერსონალშიც. იგი ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველასთვის. უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად შედეგები მკურნალობაზე აღემატება 98% ძალიან მაღალია კონტინგენტის გამოკვლევა, ისევე როგორც მათი ჩართულობა. არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები და საბჭომ დასახა ის მიზნები, რომელიც 2030 წლისთვის უნდა განმახორციელოთ ერთობლივად, როგორც სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა, ასევე სამედიცინო საზოგადოებამ და სხვადასხვა დაწესებულებებმა. ჩვენი რეგიონიც აქტიურად ჩართულია ამ პროცესში. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მქონდა ჩვენ დიაგნოსტიკის ადგილობრივი პროგრამა და გათვალისწინებული ჩვენს ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, შემდგომ ნულოვანი ტუბერკულოზი, ინტეგრირებული სკრინინგი, ყველა ეს ინიციატივა აჭარის რეგიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა დაფინანსებული. დღეს სახელმწიფო პროგრამა, რა თქმა უნდა, ისევე მუშაობს ჩვენს რეგიონში, როგორც მთლიანად მთელს ქვეყანაში და ეს ინდიკატორები, რაც არის დასაფარი 2030 წლამდე, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ აქტიური მუშაობით ყველა მიზანი და ყველა ინდიკატორი დავფარდოთ ამ პერიოდისთვის. 28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაცია ეროვნულ პრიორიტეტად აქცია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე 9 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი. გამოკვლეულია 3 მილიონზე მეტი პირი, ხოლო 94,000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელმა კი 99%-ს მიაღწია. დღეს 28 ივლისს მსოფლიო აღნიშნავს ჰეპატიტების დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ოფიციალურად უკვე 15 წელზე მეტია აღინიშნება. ეს დღე დააწესა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ნიშნად იმისა, თუ როგორი ვერაგია ეს დაავადება, თუ და როგორი მნიშვნელოვანია სწორედ მთელი საზოგადოების, სამედიცინო საზოგადოების, მათ შორის და სახელმწიფოს ერთიანობა იმ მიმართულებით, რომ კონკრეტული დადებითი შედეგები მივიღოთ. საქართველოში უკვე 10 წელიწადზე მეტია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს და მინდა ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტოდ დადებითი შედეგის მქონე პროგრამა. ფაქტიურად საქართველოს არის სამაგალითო ამ მიმართულებით მსოფლიოში და არაერთი ქვეყანა მოგმართა სწორედ ჩვენ, რომ ეგრეთ წოდებული სტადი ტურები ჩაატარონ საქართველოში და გაიზიარონ საქართველოს წარმატების ფორმულა. ძალიან მარტივია მივიდეს ადამიანი თავისი ჰეპატიტის ისტორია გაარკვიოს და ამ გარკვევის შედეგად თუ მას აღმოაჩნდება რომელიმე დაავადება, ან B ან C ჰეპატიტი, უფასოდ ყოველგვარი სიძნელის გარეშე არავითარი პრობლემა არ არის რა. მედიკამენტი მიეცემა უფასოდ, კვლევები უტარდება უფასოდ. ბატონი ბიძინა მაშინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და როცა წარუდგინეთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ციხეებში, მან თქვა, რომ ერთ კვირას გაძლევთ და პროგრამა დაწერეთ, რომ თელ საქართველოს უმკურნალოთ. მაშინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, ცოტა წინააღმდეგობაც კი გაუწიეთ მაშინ მთავრობის წევრებმა, თქვით, რომ ამის საშუალება ქვეყანას არ აქვს და ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სწორ გზაზე გახართ, დაიწყეთ და
ფული აუცილებლად გამოჩნდება და აი მისი ეს ურყევი რწმენა, კიდევ ვიმეორებ, ორი ადამიანის ურყევი რწმენა, რომ ეს იყო შესაძლებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ამან გამოიწვა ეს, რომ საქართველოს 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მივიღეთ C-ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა. არანკლის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს მიწვეული სტუმრები საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი და ჯგუფი ურსას სოლისტი გიორგი ძოწენიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე, კულტურისა და ხელოვნების როლზე ისაუბრეს, ასევე უმაღლესი განათლების მხარდამჭერ პროექტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც სახელმწიფო ახალგაზრდებს სთავაზობს. არანკლის ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით არის ორგანიზებული და სეზონის განმავლობაში ათასობით ახალგაზრდას უმასპინძლებს. ეს ბანაკი არის ჩვენს მომავალზე ორიენტირებული, აქ არიან ჩართული ძალიან აქტიური ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. დატვირთული ეს ბანაკი სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის პროგრამით, სხვადასხვა ლექცია სემინარებით. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, რომ შეხვედროდი ამ ენერგიით, მოტივაციით და სიყვარულით სავსე ადამიანებს, ახალგაზრდებს და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვს შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენც მათგან ძალიან მნიშვნელოვან აზრებს ვისმენთ და ეს ინფორმაციების გაზიარება ზოგადად ძალიან კარგად იმოქმედებს ბუნებრივია მათ მომავალ განვითარებაზე. არანკლის ახალგაზრდულ ბანაკში ვიმყოფები პირველად, რომელზეც საკმაოდ ბევრი მსმენია კურსელებისგან. ბანაკი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვივითაროთ არა მხოლოდ ლიდერული, არამედ გუნდური თვისებებიც. გვაქვს მრავალი შემეცნებითი და სახალისო აქტივობები, გავიცანი მრავალი მეგობარი. შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ ბანაკი და უნივერსიტეტი მაძლევს შესაძლებლობას ვიყო მსგავსი გუნდის ნაწილი. დედილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ კიდევ 300-მდე ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლებათ, რათა სასურველი სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ ბინა უკვე 1640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. 300-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სოფლად სახლის შესყიდვაზე. უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სახლები და რომელსაც შემდეგ, რა თქმა უნდა, სააგენტო, სამინისტრო მათ შეუსყიდის. წელს უკვე 1640 ოჯახს შეუსყიდეთ ჩვენ სოფლად სახლი. ორიგი ეტაპი დასრულდა სოფლად სახლის კომისიების და 300-მდე ოჯახთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ამ ოჯახებს მიეცემათ 6 თვიანი ვადა, რათა მათ მოიძიონ და სააგენტოში შესაცხიდდა წარმოადგინონ საცხოვრებელი სახლები, რომელსაც უმოკლეს ვადაში შეუსყიდით. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 1600-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით უკვე სააგენტომ განახორციელა საცხოვრებელი სახლების შესყიდვა და წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე კომისიის ჩატარება იგეგმება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის გაყიდვის, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმის ეფექტიანად გამოყენების, პროდუქციის სწორად წარდგენისა და ონლაინ გაყიდვების ორგანიზების შესახებ. აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დღეს დევნილ მეწარმეებთან ჩატარდა ტრენინგ შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის მეტად პოპულარიზებას, აგრეთვე მათ ბიზნესის გაფართოებას. გავსი ტრენინგები აუცილებელია, რათა დევნილ მეწარმეებს მიეცეს საშუალება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის. დღევანდელი ტრენინგი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. მომცა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მივაწოდო უცხოელ აუდიტორიას ჩემი ნივთები, როგორ გავყიდოთ ონლაინ სწორად ჩვენი პროდუქცია. მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, ვიღებთ საინტერესო ინფორმაციას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში იაპონიის ელჩი შეხვდა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ჯიკას მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებულ პროექტების მნიშვნელობას. ხაზი გაისვა ასევე ბათუმში მიმდინარე იაპონური კულტურის ფესტივალსაც, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირებისა და მეგობრობის განმტკიცებას ემსახურება.
ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე და რა თქმა უნდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მათ თანამშრომლობისათვის. იაპონიის ელჩთან ერთად ჩვენ დღეს ხაზზე გავუსვით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც განხორციელდა იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანაში და უშუალოდ აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ მასწავლებლებსა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. მხარეებმა საზღვაო განათლების განვითარების აკადემიის ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძე ასევე შეხვდა აჭარის განათლების სამინისტროს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს. შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. ვიჟელეთ განვითარებაზე, დარგის განვითარებაზე, შავი ზღვის პერსპექტივებზე, შავი ზღვის მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო მიმართულებით, ტვირთების მოზიდვა, პორტების მენეჯმენტი, მეზღვაურების სწორ გზაზე დაყენება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მხარდაჭერაც ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტით და განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგადად ასევე ის მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების მიმართ ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის მთავრობის მხარდაჭერა უნივერსიტეტის განვითარებისთვის, რადგან უამრავი ინვესტიცია ჩაიდო უკვე აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს გვიწყობს თუ გავიგოთ რა გეგმები შეიძლება იყოს მომავალში გასვლის პროგრამებთან დაკავშირებით. ქართული ბალეტის ტრიუმფი დიდ ბრიტანეთში. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა ლონდონში საგასტროლო ტურნე გამართა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართულმა არტისტებმა პრესტიჟულ ლონდონის კოლიზეუმში პეტრე ჩაიკოვსკის ლეგენდარული ბალეტი გედების ტბა 12-ჯერ წარადგინეს. საგასტროლო პროგრამის ფარგლებში თეატრის ფოიეში ფოტოგამოფენაც მოეწყო, სადაც დამთვალიერებელმა თბილისის ოპერაში გედების ტბის დადგმის ისტორია და ნინო ანანიაშვილის საეტაპო სპექტაკლების ამსახველი უნიკალური მასალა იხილა. ძალიან წარმატებულად დავამთავრეთ ჩვენ 12 სპექტაკლი ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ სცენაზე გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტი. ვიცეკვეთ 12 გედების ტბა, თითოეულმა ადამიანმა მართლა მთელი გულით, სულით და მონდომებით იცეკვეს ამ დროის განმავლობაში და ეს რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს არის ჩვენი საქართველოს სახელის გატანა ფარგლებს გარეთ. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისგებლობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან და სამეფო ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმოვადგენთ გედების ტბის ახალ დადგმას ლონდონის კოლიზეუმის ისტორიულ სცენაზე. ეს უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, რადგან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული ბალეტის უმაღლეს დონეს საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ლონდონში, რათა წარმოვადგინო სპექტაკლი საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად და ვიმუშაო უძვირფასეს ნინო ანანიაშვილთან. ეს ჩემი მეორე გასტროლია ლონდონის კოლიზეუმში, სადაც გედების ტბას ვასრულებ. ძალიან მომწონს ეს დასი და მიხარია მათთან თანამშრომლობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ მომეცემა ამის შესაძლებლობა. ახალი საერთაშორისო ფესტივალი და გრანდიოზული მუსიკალური საღამო აჭარაში. გონია აფრასორის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ქართული გალა კონცერტი გონიოს ჰანგები გაიმართება. პროექტის მიზანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცოცხლება. გალა კონცერტში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ვოკალური ანსამბლი ბათუმი და ცნობილი ქართველი ვარსკვლავები. შესრულდება ქართველი კომპოზიტორები გამორჩეული ნაწარმოებები. ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას. გონიოს ციხეზე. ჩვენს გარშემო არიან შესანიშნავი მუსიკოსები და გვაქვს პასუხისგებლობა იმისა, რომ ვიყოთ პირველნი
ვინც ამ იდეის განხორციელებაში იღებთ მონაწილეობას. ასეთი მასშტაბური პირველად სტარდება ბათუმში კონკრეტულად გონიოს ჰანგები დაერქვა აი ამ სამომავლო ფესტივალს, სადაც სამომავლოდ იქნება ძალიან მრავალფეროვანი და რაც მთავარია მნიშვნელოვანი ჩვენი კუთხისთვის, ჩვენი ერისთვის. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.